გუშინ TBC ბანკმა ოფიციალური განცხადება გააკეთა ელიტ ელექტრონიკსა და ანზორ ქოქოლაძესთან დაკავშირებით და აღნიშნულ განცხადებაში საკმაოდ მძაფრად და შეურაცხყოფელ კონტექსტში არის მოხსენიებული უფლებადამცველთა გაერთიანება. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ TBC ბანკი 20 წლის ისტორიის მქონე ბანკი, ესეთ შეურაცხყოფელ რამეს იკადრებდა არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით და ვინაიდან დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, ჩვენ პატივისა და ღირსების შელახვის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო კოლეგიაში უახლოეს დღეებში შევიტანთ სარჩელს და მოვითხოვთ ოფიციალურად მედია საშუალებებში ბოდიში მოიხადოს TBC ბანკმა უფლებადამცველთა გაერთიანების წინაშე. ვინაიდან მათ გარკვეულწილად ის განცხადება, რომელიც გაავრცელეს, ეს არის შეურაცხყოფელი, დაუსაბუთებელი და მათი ასეთი მძაფრი რეაქცია გამოიწვია იმ ანგარიშმა, ეს არის ანგარიში, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ერთი კვირის წინ, TBC ბანკის და ხელისუფლების გარიგება ელიტ ელექტრონიკსთან დაკავშირებით, ესე ქვია ამ ანგარიშს და აქ არის მოყვანილი ფაქტები, თუ როგორ ებრძოდნენ ანზორ ქოქოლაძეს, ხელისუფლებას და გარიგებაში მყოფი ბიზნეს კომპანიები და იკვეთება იქ დანაშაულებები და აი ამის გამო, როგორც ჩანს, მათ ესეთი მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. და საოცარია და გარკვეულწილად ეჭვებს აღძრავს ეს ყოველივე, იმიტომ რომ გუშინ ჩვენ როდესაც ეს პრესკონფერენცია ჩავატარეთ კუბლაშვილთან დაკავშირებით, დაახლოებით 2 საათში TBC ბანკმა ესეთი განცხადება გააკეთა ჩვენს მისამართით. მე ახლა ვერაფერს ვერ დავკავშირებ, მაგრამ ფიქრობ, რომ მათ მოუწევთ მოიხადონ ბოდიში, ვინაიდან აი ესეთი განცხადება გაავრცელეს მან, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნდა ინტერვიუები, რომლებშიც ვინმე ნიკოლოზ ჟავანაძე, რომელიც თავს უფლებადამცველს უწოდებს და ადანაშაულებს TBC ბანკი ელიტ ელექტრონიკსთან მიმართებაში და ტექსტი კიდევ იქ არის სხვა გრძელდება. ეს იცით რა არის? მე როდესაც რაღაცა გასხვავებული პოზიცია გამაჩნია ჩემი კოლეგების მიმართ, რაღაც ორგანიზაციების მიმართ, ყოველთვის ისეთ ტონალობაში და ისეთ კონტექსტში მოვიხსენიებ, რომ რაღაცა შეურაცხყოფა არავის არ მოვაყენო. და ჩვენი გარკვეული განცხადებები ყოველთვის ეყრდნობა კონკრეტულ იურიდიულ ფაქტებს. ჩვენ არა ვართ კიდე პროკურატურა, რომ საბრალდებო დასკვნა დავწეროთ. ჩვენ რაღაც როდესაც დასკვნას ვაკეთებ და ეს ანგარიშიც რო წარმოვადგინეთ 27 ფურცლიანი ანგარიში, აქ იყო კონკრეტულ ფაქტებზე მითითება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მათ მასობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გააკეთეს ჩვენს მიმართ და ესეთი განცხადება, იმავე საშუალებებით სამოქალაქო კოდექსის თანახმად ვალდებულება აქვთ, რომ მოიხადონ ბოდიში და ამ დღეებში უკვე ჩვენ ამ სარჩელს აუცილებლად შევიტანთ მათ წინააღმდეგ. პროკურატურაში აპირებენ სარჩელის